ბათუმში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში ამერიკელი სპეციალისტები ქართულ კოლეგებთან ერთად სოფლის მეურნეობის საკითხებზე მსჯელობენ. მათ შორის მთავარ თემას რეგიონში ციტრუსის წარმოების ხარისხის და სარეალიზაციო ბაზრის გაზრდა წარმოადგენს. შეხვედრა USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის ფარგლებში იმართება. ფორუმს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით ნატროშვილი და აჭარის ფინანსთა მინისტრი ზაურ ფუტკარაძეს ესწრებოდნენ. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ გურია აჭარის ტერიტორიაზე უკვე შექმნილია 4 სადემონსტრაციო ნაკვეთი, სადაც 1000 ფერმერი გადის შესაბამის ტრენინგებს და მომზადებას. ამ ღონისძიებების მთავარი მიზანია ქართული ციტრუსისთვის გლობალ ჯაპის სერტიფიკატის მინიჭება, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი პროდუქტის მიწოდება მაღალ კონკურენტუნარიან ევროპულ ბაზარზე მოხდება. ჩვენ უკვე ძალიან აქტიურ ფაზაში დავიწყებთ მზადება მომავალი წლისათვის, რათა უკეთესად შევხვდეთ და უფრო მომზადებულები შევხვდეთ მომავალ წელს, რათა ყველა უფრო ეფექტურად აღმოხვრათ ყველა ის პრობლემა, რომელიც შეიძლება გაჩნდეს მომავალ წელს მანდარის ექსპორტის დროს. პროგრამა დაიწყო გასულ წელში, იქნება გაგრძელებული 2013 და 2014 წლებში. საკმაოდ კარგი შედეგები მივიღეთ ამ პროგრამის განხორციელებით. მე როგორც ვიცი, წელს 1000 ფერმერის დატრენინგება მოხდება, გასულ წელში 700-მა გაიარა.